ეს სიტყვები გამოიყენა დღეს ევროკავშირის ელჩმა რეჟიმის პატიმრების ახლობლებთან შეხვედრისას. საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახებსა და მეგობრებთან შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში გაიმართა. ახლობლებმა ევროპელ დიპლომატს გააცნეს დეტალები საკუთარი პატიმრების შესახებ, ასევე სთხოვეს, რომ საელჩომ მონიტორინგი გაუწიოს სასამართლო პროცესებს და წარმომადგენელი ყველას ხდომას დაესწროს. შეხვედრა დროაგირჩის ორგანიზებით გაიმართა, განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გაავრცელა. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლო დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, ნათქვამია განცხადებაში. ჩვენ გვინდა რომ სასამართლო პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს და რომელიც აწი ჩატარდება, აუცილებლად დაესწრონ ევროკავშირის ელჩები და ევროკავშირის წარმომადგენლები. პირადად ჩემი თხოვნა იყო მისდამი, რომ ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუთმონ რუსეთს. ღია ტექსტით იყო უკვე რა ტექსტით დაგამახსოვრათ? მაგას მე ეხლა ვერ გავაჟღერებ, მაგრამ ეს იყო ღია ტექსტით, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გამოსულია წყობით. რა მოლოდინი შეგექმნათ ამ შეხვედრაზე? იცით რა, ჩვენ ყველანაირად უნდა ვიბრძოლოთ და გავიტანოთ ჩვენი ამბავი ევროპაშიც, ამერიკაშიც და ნახოთ რა შედეგს გამოიღებ. გურამთან დაკავშირებით მე დღეს აქცენტი არ გამიკეთებია, ვინაიდან ჩავთვალე, რომ აქ სხვა ფორმატის შეხვედრა იყო, მე მიმართე ზოგადად დახმარებისკენ, სასამართლოების მონიტორინგისკენ და საერთოდ ქვეყნის მხარდაჭერისკენ. დიპლომატიური ენის შენარჩუნებაც კი უჭირთ ამ მთავრობის, ეგრეთ წოდებული მთავრობის მიმართ. გამოიყენებენ კონკრეტულ ლექსიკას, წამებლებს, ასე რომ ვთქვათ და საშინელ რაც გააკეთეს ქუჩებში, იმის აღსაწერად არანაირ დიპლომატიურ ενას აღარ იყენებენ, ამობენ პირდაპირ რაც იყო ეს. კი, ქართული ოცნების ლიდერები. კი, ანუ რაც წამება ქუჩა და თქვა ისიც რომ არავინ არ დასჯილა იქეთ მხრიდან. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ თავად ოჯახის წევრებს მოეყოლათ მათი ინდივიდუალური და მძიმე ისტორიები ევროკავშირის ელჩისთვის და მოეთხოვათ, ასე ვთქვათ, ის დაეყენებინათ ის სურვილები, რაც სურთ ევროკავშირისგან და რა მოლოდინებიც აქვთ. შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, გაჟღერდა აბსოლუტურად ყველა პრობლემა და ყველა შესაძლო გამოსავალი, რაც ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს. ახლა კი მსვლელობა სახელწოდებით მზიასათვის, რომელიც ცოტა ხნის წინ